მოგესალმებით ნაზის სარჯულაძე გადაცემა საჩინოდან. დღეს ჩემთან სტუმრად მობრძანდა ჩემი უახლოვესი მეგობარი, არაჩვეულებრივი ქალბატონი, ძალიან მშვენიერი ბუნების მქონე, ლამაზი ბუნების მქონე ადამიანი, პოეტი, ქველმოქმედი, რაც მთავარია, ძვირფასი ჩემი კვლავ ვიმეორე მეგობარი გიული ჩქარეული. თქვენი სახელით მე არ დავიღლები მისი ქებით, მაგრამ ის რასაც მე ჩვენ ახლა ვიტყვით, ნამდვილად იმსახურებს ქალბატონი გიული იმ დიდ სიყვარულს და პატივისცემას ჩემგანაც და საქართველოს მოსახლეობისაგან. თქვენ დარწმუნდებით ამაში, რომ ქალბატონი გიული ნამდვილად საჩინო ქალბატონი ბრძანდება. თქვენი სახელით მე მას მივესალმები და ვთხოვ, რომ მიამბოს მისი გამძლე ცხოვრების და დღევანდელობის შესახებ. ჩემო ძვირფასო მეგობარო, უნდა მიამბოთ, მე კი ვიცი, ვინ ბრძანდებით, მაგრამ ვამცნოთ საქართველოს. მინდა თქვენი გამძლე ცხოვრება და დღევანდელი ცხოვრება. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მსმენელს. პირველ რიგში მადლობა მინდა გითხრათ, რომ დამითმეთ დრო და მომიწვიეთ. კიდევ ერთს ვიტყვი, რომ მე ამდენი ქება დიდება მთქუნავს, არ მიყვარს. არა, მოდი ვთქვათ, თქვი ის რაც ახართ, ნამდვილად ზედმეტი კიდევ შემეძლო ბევრი რამის თქმა, მაგრამ ცოტა შეჩერდი. ჩვენ ისეთ ქვეყანაში ვართ დაბადებულები, რომ ასე მგონია სხვანაირად მოქცევის უფლება ალბათ არც გვაქვს. დიახ. მით უმეტეს დღეს, როდესაც ესეთი რთულ სიტუაციაში ვართ და გარშემოც რაც ხდება, ყველა ვიცით და ყველა აფორიაქებულები ვართ, რომ ვიტყვი. რა გითხრათ ჩემს შესახებ? არაერთი ჩვეულებრივი მოხევის ქალბატონი. მოხევე, რომლის ბედიც ცოტა სხვანაირად წარიმართა. ცხოვრების უკუღმართობამ გამხადა ემიგრანტი. 28 წელია ირლანდიაში ცხოვრობ. პირველად 8 წლის მერე დავბრუნდი საქართველოში. ეს 8 წელი იყო კოშმარი, რასაც ქვია, იმიტომ რომ მიდიხარ არიცი ენა, არიცნობ არავის, სისტემა არიცი, ქვეყანა არიცი. ისი არ არის ეხლა ძალიან გაიოლებულია, იქ ვიღაცა დაგხვდება მეგობარი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი ვიღაცა. მაშინ ესე არ იყო 90-იან წლებში. მე თვითონ გამიკვირდება ხოლმე, რომ როგორ მოვხვდი საიდან სად. დიახ. ძალიან გამიჭირდა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, იმიტომ რომ მე აქ შვილები ღიაცის ქვეშ ვყავდნენ დატოვებულები. იმ უკუღმართმა დროებამ სახლი დაგვიწვა. დიახ. და ესეც ის ქვეშ დავრჩით, არანაირი საშველი და ეს რომელი წელია, ქალბატონ გილიო? 90-იანი. 90-იანი წლებია, 97 წლის ნოემბერში წავედი აქედან საქართველოსთან. ძალიან გამიჭირდა, მაგრამ კეთილი ადამიანები ყველგან არიან. მე არ შემიძლია, ირლანდია არის ჩემთვის მეორე სამშობლო. მე იქ არ მიგრძნია, რომ მე იქ უცხოვარ. და ჩვენ ხომ ვიცით ეს, რომ ის უცხოა და მე ის იქ არ მიგრძნია. მიმიღეს როგორც საკუთარი მოქალაქე. რომ შევხედეს, რომ როგორ მუშაობდი, ოჯახში მუშაობდი. 4 ბავშვი ჰყავდა ამ ოჯახს და ბავშვებს უვლიდი, ზრდიდი და დედამისი მეუბნება, რომ ჩემ შვილსაო ერთხელ უთხარიო, რომ შენო როგორ განსხვავებული ხარო ჩვენგანო და იმიტომ რომ მე გიული მგამზარდაო. ესეთი პასუხი მიიღო დედამ. გიული მგამზარდაო და იმიტომ არ ესეთიო.
დღემდე უკვე ამ რამდენი წელია 2007 წლიდან ოპერაცია რომ გავიკეთე, იმის მერე მე აღარ მაქვს იმის უფლება რომ ვიმუშაო. პენსიონერი ვარ და აი ამ ოჯახთან მაინც მაქვს ურთიერთობა იმ დონემდე უყვარვარ და მეც მიყვარს. აი ჩემი გაზრდილი რომ მეც შვილი მიყვარს ეს ბიჭი. ხო ერთი სიტყვით იმის თქმა მინდა ამითი რომ თბილად მიმიღო ირლანდია ყველაფერი მომცა აი რასაც თავის მოქალაქეს მისცემდა პენსია იგივე პენსია მაქვს რაც იმათ რიგით მოქალაქეს მაქვს უფასო სამედიცინო მომსახურება ადგილობრივი ტრანსპორტით უფასო მგზავრობა შუქზე გაზზე საყოფაცხოვრება დახმარება აი ყველანაირად და მე რამდენად უმადური უნდა ვიყო რომ ეს ყველაფერი ვერ დავინახო ჩემმა ქვეყანამ ჩემმა სამშობლომ გამხადა ლტოლვილი იმ უცხო ქვეყანამ შემიფარა ფეხზე დამაყენა მომცა იმის საშუალება რომ წელგამართული დაუბრუნებულიყავი ჩემ სამშობლოში და მარტო ჩემთვის კი არა სხვისთვისაც ხელი გამემართა და სხვასაც გვერდში დავდგომოდი ეს მე ამას ვერ დავივიწყებ. მე ამას ყოველთვის დავაფასებ და იმისთან ამეგობრები ყავდნენ იქ არა მაქვს მეუფლება არ გავიხსენო ჯოანი კურტინი რომელიც მონაზონი იყო მაგრამ სკოლაში ასწავლიდა. და ჩემი შვილიშვილები პატარები იყვნენ ეხლა ისინი ვერაცნობიერებდნენ ეს ქალი რა იყო ჩვენი ვინ იყო ჩვენი ყოველ ორშაბათს მოდიოდა ენაც იმან მასწავლა. და რომ დაინახავდნენ ჩემი შვილიშვილები თავპირის მტრევით გარბოდნენ მისკენ ჯოანი მოვიდა ეგონათ ოჯახის წევრი აი ისეთი თბილი იყო ისე უყვარდათ ბავშვებს ყველანაირად გვეხმარებოდა და ყველანაირად შემიწყო ხელი რომ მე ფეხზე დავმდგარიყო ისე რომ ყველგან არიან კეთილი ადამიანები თუ კი შეგხედავენ რომ შენ იმ ქვეყანაში იმ ქვეყნის კანონებს იცავ ემორჩილები იმ წესს და კანონს რა კანონითაც ისინი ცხოვრობენ არ დაიკარგე რა თქმა უნდა მე მესმის ხოლმე ხშირად რომ აი ეს ქვეყანა ესეთია გაწირეს დააპატიმრეს ცუც მრაფერს ნუ გააკეთებდა არავინ არ შეგეხება რა თქმა უნდა 2010 წლიდან უკვე ძალიან ხშირად მიწევს საქართველოში ჩამოსვლა და ჯერ ირლანდიაში ყოფნის დროსვე მინდოდა ლიტერატურული სალონის გახსნა, იმიტომ რომ მინდოდა რომ იქ დაბადებულ ბავშვებს მშობლიური ენა არ დავიწყებოდათ და რაღაცა გამიკეთებინა. ვერ მოხერხდა ეს ვერ გავაკეთე, იმიტომ რომ იმ ქალაქში სადაც ვერ ვცხოვრობ, არ არის დიდი კონტინგენტი ქართველების. და საქართველოში ჩამოსულმა ჩემი ბინის ერთ-ერთი ოთახი დაუთმე თქვენც ხართ ნავყოფი როგორი საღამოები ტარდება ეს მე ვიცი ჩემი საქართველოში ყოფნის პერიოდში იმართება იქ საღამოები ახალგაზრდა თაობასთან შეხვედრები ცნობილ პოეტებთან შეხვედრები სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრები რომ გავაცნო ეს დიდებული პოეტები და მწერლები და რა ვიცი მე მადლობელი ვარ უფლის რომ მომცა იმისი საშუალება რომ აი პატარა წვლილი მეც შევიტანო რა თქმა უნდა თქვენ რომ მიიღეთ ორმოგი მოქალაქეობა და როდესაც პრეზიდენტ მარგველაშვილს შეუტანეს რომ უნდა რომ იყოს საქართველოს მოქალაქე თქვენი იქაც ხართ მოქალაქე ნუ რა გაუკეთებიაო ხო კი თბილისში ბინა თუ აქვს და დღეს კი როგორ არა აქვს ბინა და გაქირავებული აქვსო არა ლიტერატურული სალონი აქვს გახსნილიო და აქ ორი აზრი არ არსებობს. თუთი მოაწერა ხელი ორმაგ მოქალაქეობას. მადლობა მინდა აქედან. ხო, ნუ რა თქმა უნდა, ძალიან კარგად გაიგო და იმიტომ რომ ეხლა ციტრაშია საქმე სწორი ბრძანა რომ ნახა რომ თქვენს ბინაში
თქვენ გაქვთ ლიტერატურული სალონი და იქ როგორი პიროვნებები მოდიან და თავიანთ პოეზიას აცნობენ, თავიანთ მაყურებელს, სტუმრებს, როდესაც მოიყვანენ. ხო, მე ხო ბევრჯერ მაქვს ნანახი სალონი და სტუმარი ვარ თქვენი ხშირი და მინდა მთელ საქართველოს ვამცნო, რომ საქართველოში ან თბილისში მინდა ვკითხოთ, არის კიდევ ლიტერატურული სალონი? მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ჩემი სალონი იყო პირველი სალონი, ეს ოჯახური სალონი, თორე ისე სალონები იყო. კი, მაგიკეთავენ, მაგრამ სწორედ ოჯახური სალონი არა. ხო, თქვენი ბინა დაკავებულია სურათებით. აი, როდესაც მოდიან, როტოები ვისი საღამოც არის და ეს მართლაც ვუაზისია, მინდა გითხრათ. ვისი საღამოების არ გაგიკეთებიათ ის ჩამოთვალეთ და რომელიც გაკეთებული ეს ძალიან მინდა იცის სრულიად საქართველომ, რომ დავკარგეთ სულ ახლახანს 1 წელი ახლა შეუსრულდა თენგო აფსაჯანიშვილს. მოხევე პოეტი, ხევის მარგალიტი იყო ნამდვილად. და სიცოცხლეში ვერ მოვახერხე მისი საღამოს გაკეთება და ეხლა გადაწყვეტილი მაქვს, რომ ხსოვნის საღამო გავაკეთო. პირველი რითაც დავიწყე სალონის მუშაობას ამ ეტაპზე თქვენი ჩამოსვლით ამ დროში. დიახ. უნდა გავაკეთოთ თენგოს ხსოვნის საღამო და შემდეგ უკვე მინდა დიდი ხანია დავით შემოქმედელს ვყიჟდები, რომ მისი საღამო მინდა გავაკეთო და ბაღათერ არაბულს. და აი ამ ჯერზე მე მგონი მოახერხებთ მაგას. კი, ხან ავადმყოფობამ შემიშალა ხელი, ხან ეს პანდემია იყო, ნუ იყო რაღაც მიზეზები და ძალიან დიდი მიზეზი იყო. კი, 2 წელი ჩაკეტილი ვიყავი არჩამოგზანებულ ხარ. კი, ეხლა უკვე დიდი ხნით ვარ ჩამოსული და ხო, ნოემბრამდე ხარ მგონი, ხო, ესეც ვიცინე. და ეხლა თქვენ მიამბეთ გუშინ, რომ გინდათ სკოლის მოსწავლეები მოიყვანოთ. ამაზეც ვისაუბროთ. ეს ბავშვები რომ მოდიან თქვენთან მოყვება თავიანთი პედაგოგები, ხო? ისინი მზად არიან. თქვენს ლექსებს კითხულობენ, კანონიკიული? არა. მე ჩემ სალონში არასოდეს არავის თქვენს არა კატეგორიული ხარ. დიახ. ხო, ესე იგი მე სპეციალურად მაგაზე ჩაგზდეთ. ესე იგი ისინი მოდიან რომელიმე პოეტი. პირველი შეხვედრა გავაკეთე ბატონ ტარიელ ხარხელაურთან. დიახ. ბავშვები მე გაოცებული დავრჩი. ისეთი მომზადებული ბავშვები იყვნენ. ტარიელის ლექსები იცოდნენ ზეპირად. იმისთანა შეკითხვებს უსვამდნენ, რომ აი ხო გეუბნებით იმ დონის, იმ ასაკის ბავშვებისთვის ძალიან კარგი. ეს უკვე მიუთითებდა აი მათ პედაგოგზე, რომ რა თქმა უნდა. რომელი სკოლაა? გდანის სკოლა. ამერიკული სკოლა ის სახელი აღარ მახსოვს ზუსტად. ანუ კერძო სკოლა. ლამარა ზაქაიძე გვარად ეს პედაგოგი. დიახ. და პირველი საღამოს შემდეგ რო დამთავრდა საღამო, მე ბავშვებს ვკითხე, რომ ბავშვებო, ვინ გინდათ მეორე შეხვედრისთვის რომ მოგიყვანოთ. მთხოვეს ტარიელის მერე ერეკლე საღლიანი. ერეკლე საღამოს შემდეგ მთხოვეს დათო ტურაშვილი. დიახ. და ესენი რომელ პოეტთანაც თვითონაც მათი არჩევანი მიხედვით აკეთებს. იმის მიხედვით მომყავს, მაგრამ მარტო ამ სკოლის ბავშვებთან ხوار არის. ხო, რა თქმა უნდა. სხვებთანაც და ასევე ვაკეთებ დამწყებ პოეტებთან შეხვედრას. ძალიან ბევრ პოეტს დაულოცა გზა ჩემმა სალონმა. ერთ-ერთი არის ნინო მოდრეკილაძე. ვიცნობ, კარგი გოგოა. ძალიან კარგი გოგოა, აი მიზანდასახული გოგოა. პირველი წიგნი რომ გამოვეცით, ჩემი რედაქტორობით გამოვიდა ნინოს პირველი წიგნი, მე ჩემ თავს არ ვენდე.
კიდე მაინც და ცხონებულ ტრისტან მახაურთან მივედი ფოლკლორისტი გეხსენებათ როგორი ფოლკლორისტი იყო და მეთქე ბატონო ტრისტან აბა ერთი გადახედეთ და ჩვენი აზრები დაემთხვა ერთმანეთს ზუსტად რაც ფიქრობდი და რაც წინა სიტყვაში მეწერა იგივე თქვა ბატონმა ტრისტანმაც და აი იმის მერე ნინომ სამი წიგნი სულ ახლახანს წუხელის წავაწყდი ტყმარიცის ნინო მე რომ აქავარ თორემ და მეც ავიცოთ რომ მივიდოდი წიგნის წარდგინებაზე წიგნის პრემიებს იღებს მონაწილეობას ღებულობს სხვადასხვა და ისე რომ აი გზა გაიკაფა და თავისი ნიჭით ნიჭით უნიჭერესი გოგოა შრომის მოყვარე და რა ვიცი აი მე მიხარია რომ ჩემი სალონი პატარა რაღაცას აკეთებს ისეც რომ ისეთ რაში ესახბი ახლა იმ პატარა სალონში მარსაც ვუაზიცი გაქვს მოწყობილი და მთავარი არ არის რომ დიდი იყოს ტერიტორია მოკლედ ასე სალონიაც უნდა იყოს დიდი ის იმ პატარა ოთახში არც ისე პატარაა მოდი ასე ვთქვა 25 კაცი ხო კეთება საკმარისია და ის პატარა თქვენი სტუმრები გნებავთ რომლებიც პატარა მსახიობები დავარქვა და ძალიან კარგად ცნობენ თავს და რაც მთავარია თქვენ ისინი აუცილებლად იამაყებენ, როდესაც გაიზრდებიან, რომ აი მე სალონში მივიღე მონაწილეობა, სადაც პოეზია. თვითონ ბატონ მატარიელმა რამდენჯერმე მითხრა, რომ ახლა ხო კარგად იცი, რომ მე შეხვედრები არ მაკლიაო და ისეთი გახსნილიო, აი რაღაცა სხვანაირი აურა ტრიალებს შენ სალონშიო. ისეთი გახსნილი და თავისუფალი არსად არა ვარ ხოლმე როგორც ხო, თვითონ ძალიან მოგზალებული პიროვნება და გეთახმები. სხვანაირი ის ტრიალებს ჩემთან ვინ არაფერში შეზღუდული არ არის. თავისუფლები არიან და მე მიხარია რომ კმაყოფილები წასულ აღარ უნდათ ხოლმე დამთავრება აღარ უნდათ რომ საღამო დამთავრდეს. მე ვისურვებდი რომ ასეთი სალონი როგორი თქვენ გაქვთ პოეზიის სალონი რამოდენიმე მაინც ყოფილიყოს. ცხეთაში ვიცი რომ ცხეთაში გაუხსნიათ ტარიელ ხარხელაური ყავდათ მიწვეული და მაშინ უთქვამს კერძო სახში ხო და ბატონ ტარიელს უთქვია რომ გიული ჩქარეული უნდა გაგაცინოდო თბილისში რომ მე არ ვიყავი აქ და ხო და ალბათ შედგება ჩვენი შეხვედრაც დასაწყისისთვის ყველას უჭირს. ხო რა თქმა უნდა და თქვენეულ გამოცდილებას რომ გაუზიარებთ ესეც ძალიან დიდი დახმარება იქნება. მე ხოლმე რომ აი იცით ოცნება და გვაქვს გადაქცეულიო რომ დადებთ ხოლმე ფოტოებსო გვინდაო და სამწუხაროდ ყველა მე არც Facebook-ზე არ ავდება ამ საღამოს იმიტომ რომ ყველა რომ მოვიდეს სად მოვათავსო ხო ვერ უხერხული სიტუაცია შეექმნება ამიტომ ვისი საღამოც არის მე იმას უფლებას ვაძლევ 4 კაცი მოიყვანოს თვითონ ვინც უნდა და დანარჩენს მე მომყავს ვისაც საჭირო ვთვლი რომ იმ საღამოში უნდა მიიღოს მონაწილეობა და ასე რიგრიგობით ალბათ ექნება ყველას იმის საშუალება რომ ხო დიახ ეხლა მაინტერესებს რა გამოეცით ბოლო რამოდენიმე თვის უკან როგორ აგვაქვს ჩემს ამ ბოლო ირლანდიაში ყოფნის დროს გამოიცა წიგნი პოეტის სათქმელი ჩემი ბოლო ნამუშევარი ლექსებია შესული ჯერ არ მინახია ხო თქვენ ბრძანეთ გუშინ რომ გამოიცა მაგრამ ჯერ არ მინახია ალბათ აგვისტოს დასაწყისისთვის დავგეგმავთ პრეზენტაციას ამ წიგნისას და მეც ნახავ ჩემს სად გნებავთ ეს აი არ ვიცი მე რედაქტორს უნდა შეუთანხმდე და ერთობლივად გადავწყვეტ სად გავაკეთებთ ამ საღამოს
როგორ მირჩევს რედაქტორი. მაგრამ გათვალისწინება უნდა იყოს, თუმცა მაგ დროს ნაკლებად არის ხალხმრავლობა, არ არის ხო და ესეც უნდა არის და შეიძლება ეროვნულ ბიბლიოთეკაში ბატონი კონსტანტინე გამსახურდია დაგვითმობს ადგილს და დროს ხო იქ წინასწარ უნდა ჩაწერა. კი, ხო, აი ჯერ უნდა შევხვდე ამ რედაქტორს. რედაქტორი გახლავთ ბატონი ლევან გორვანელი, ჟურნალ აფინაჟის რედაქტორი, ბრწყინვალე პოეტია თვითონაც, ფილოსოფოსი და აი ამასთან ერთად შევთანხმდებით. მე არ მინდა ახლა წინასწარ ისეთი რა თქმა უნდა, ჯერ წიგნი დაიბეჭდა უკვე. კი, წიგნი გამოსულია. იქამდე ირლანდიაში ყოფნის დროს დაიბადა აზრი, რომ გამოგვეცა ერთობლივი წიგნი ქართველი პოეტები გვეთარგმნა ინგლისურად, ირლანდიელი პოეტები გვეთარგმნა ქართულად. ამაში დამეხმარა, უბრალოდ იდეა მათგან წამოვიდა. მე ეს ჩემი იდეა არ არის, მათგან წამოვიდა ეს იდეა და ნუ ისინი რომ არ აქვთ შეხება პოეზიასთან და ისე დამეკავშირდნენ მე და შესულია 11 ირლანდიელი პოეტი, მათ შორის არის ირლანდიის პრეზიდენტი. და ჩვენი 7 პოეტი, 3 ლექსია ნათარგმნი. ძალიან დიდი დახმარება გამიწია ქალბატონმა რუსუდან გოგბერაშვილმა. ფიზიკურად აი მთელი წიგნის დაბეჭდის სიმძიმე, სიარული, კორექტურა, ყველაფერი ქალბატონმა რუსუდანმა აიღო თავის თავზე. მადლობა, ძალიან კარგად ვიცნობ ქალბატონ რუსუდანს. იმიტომ რომ მე წასვლა მომიწია და ამას თხოვე და არ ვიცი, აი თავისუფლად შეგიძლია დაეყრდნო ისეთი ადამიანია. ფულში თანხა საჭირო რომ იყო, ამაში ქალბატონი რუსუდან ნებიერიძე და ნაწილობრივ ნათელა მოდებაძე ირლანდიაში მცხოვრები ქალბატონები დამეხმარნენ და ირლანდიური ტექსტების კორექტირება გააკეთა პროფესორმა დესმონდ სვანმა. ძლიერისი პიროვნება და ძალიან დაინტერესებული, ასაკიანი კაცია, ძალიან დაინტერესებული იყო ქართული კულტურით, ქართული პოეზიით და ყველანაირი დახმარება გაგვიცა. გამოიცა ეს წიგნი? გამოიცა პანდემიის დროს ეროვნულ ბიბლიოთეკაშიც გაკეთდა შეზღუდული 20 კაცზე მეტი არ შეიძლებოდა მაშინ. ირლანდიიდან ჩაგვერთო ირლანდიის ელჩი მაშინდელი გიორგი ზურაბაშვილი და ქვემინდა მას უღრმესი მადლობა გადაუხადო. დღეს ის აღარ არის ირლანდიაში, საქართველოში დაბრუნდა და აქ მოღვაწეობს, მაგრამ მე ყველა ემიგრანტს, ყველა ქვეყნის ემიგრანტს ვუსურვებდი, რომ აი ესეთი კარგი მზრუნველი, ყურადღებიანი ელჩი ყავდეთ. პანდემიის დროს აი ყველას მოწყვეტილი რომ ხარ და აღარ იცი დრო რაში დახარჯო, ზარი რო შემოვა და ქალბატონო გიული არა და არ საიდან გაიგო ჩემს შესახებ და ვინ უთხრა არ ვიცი. გვინდა რომ თქვენი პოეზიის საღამო გავაკეთოთ. ონლაინ გააკეთა ჩემი საღამო. აქედანაც ჩაგვერთვნენ თბილისიდან პოეტები და მე ცალკე პერსონალური საღამო გამიკეთა დუბლინში, რომ გაგიცნონო აქაურმა ქართველებმაცო და მთხოვა რომ მე ძალიან მინდა რომ ირლანდიელებმაც გაგიცნონო და მოდიო ათარგმნინეო ინგლისურადო. მაგრამ აი ვეღარ თარგმანი კი გაკეთდა, მაგრამ
ვეღარ მოესწრო ვერ მოვასწარი არა უშავს ეხლა შემდგომი ეს თქვენი ღონისძიება და თქვენი როგორცაც მისტრაფება იმ გზამდე თქვენ ამას მოახერხებთ ეხლა კიდევ გააქვთ რომ აი თქვენ რომ შეხვედრა რა მოგიწვეთ მე გირეკავდი თქვენ და რაღაც დიდი ღონისძიება ჩატარდა ეგ იყო ხო ბევრი ვერ შემოვიდა არ ვიცი რატომ შეზღუდული იყო რაოდენობა რა თქმა უნდა პანდემიის დრო იყო და ისეთ რამე და გითხრათ ამ უცხო ქვეყანაში თქვენ ისე დაიმკვიდრეთ თქვენი მოდი ასე ვთქვათ თქვენი ადამიანობით თქვენი აი დაუღალავი შრომით იქაური მოდით ასე ვთქვათ და ისეთი ის გამოავლინეთ თქვენი გნებავთ ერუდიცია, გნებავთ თქვენი ხასიათი, თქვენი ადამიანობა როგორც პიროვნული, რომ მალევე მიიღეთ მოქალაქეობა და აი ახლა ერთში რომ ამას მოგწებნის ირლანდიაში ნახეთ მან ხო შეიძლება თქვენ შესახებ არ იცოდა მაგრამ გაიკითხა ხომ არ არის ასეთი ვინმე საქართველოდან რომ მე რაღაცა გაუკეთო მე ვკითხე მე რომ ვინ მოგაწოდეთ ინფორმაცია იმიტომ რომ მე 4 საათის სავალზე ვარ დედაქალაქიდან პატარა ქალაქში ვცხოვრობ და იქ ბევრი ქართველები არა ვართ და მითხრა რომ თბილისიდან არის ესეთი პიროვნება დამავიწყდა სახელი არა უშავს გავიხსენოთ მე მაშინ პარლამენტში მუშაობდა პარლამენტარი კვაჭანტირაძე და როგორი სახელი და არა უშავს მე გავიხსენოთ დიახ მას დაურეკია და უთქვია რომ ესეთი ქალბატონი ყავთო ირლანდიაშია და სიცხვილე არ არის რომ არ იცნობთო ესე შემარცხვინაო და იმის მერე თქვენ ამ კვაჭანტირაძეს პირადად ვიცნობთ რაღაცა აი იმ წიგნთან ის ირლანდიურ ქართული წიგნი ხიდი რომ გამოვეცი აი იმ წიგნის თაობაზე ვიყავი შესული მაშინ და იქ გავიცანი მაშინ გავიცანი დიახ და ეს ღონისძიება რო ჩატარდა იქ მაცხოვრებელი ქართველები იყვნენ და ესწრენ იყვნენ და ჩვენ დიდი ღონისძიება გვინდოდა გაგვეკეთებინა ჩაფიქრებული ესე იყო ამ წიგნის გამოცემის დროს რომ ეს დესმონდ სვანიც გვინდოდა აქ მოგვეწვია დიახ მაგრამ ხო იცით როგორც ხდება ხო მე თანხებთან იყო დაკავშირებული მე ეს დროც ისე არეული და ნუ ვერ მოხერხდა ერთი სიტყვით მე ისიც მინდოდა რომ ბატონი ერეკლე საღლიანი და ბატონი ტარიელ ხარხელაური წამეყვანა ირლანდიაში და აი განა რა გახდა მომღერლებს იწევენ და ამისთანა დიდი პოეტები რომ ერთხელ გაკეთდეს საღამო და ამისთანა დიდი პოეტები მიიწვიოთ რომ უნდა გააკეთოს იქაურმა ჩემი აზრით ხო და ნუ არ ვიცი ეს ვის ეხება და ძალიან გული მტკივა აი მინდოდა რომ მეც არა მაქვს ახლა იმდენი საშუალება რომ ჩემი სახსრებით წავიყვანო და გავაკეთო იმიტომ ძალიან დიდი თანხებია ეხლა მე ვფიქრობ რომ ჩამოვიდოდნენ ირლანდიაში დაფანტული ქართველები ჩამოვიდოდნენ ამ ღონისძიებაზე ეს იყო დარბაზი. აი, ქართველები ხო. ელჩმა იყო. რიდა გაჯილდო ეს ეგ მაინტერესებს. ჯილდო არა, ჯილდოები არა. არაფერი ეს საღამო ჩემთვის და ის ხალხის სიყვარული ყველაზე დიდი ჯილდო იყო. იქ ქართველი მამაო მოვიდა და მეუბნება რომ ქალბატონო გიული ისე მინდოდა თქვენი გაცნობაო. ჩემთვის აი ეს არის ესეთი რაღაცა მე ამას ვაქცევდით ყურადღებას მე ეს რაღაც რეგალიები და ისინი არ მიზიდავს ვიცი აი განძებს ამოვიწვე მაგსაკეთე ვიცი აი ზუსტად ეხლა ჩემ ხელშია COVID-19 კორონავირუსი თქვენი გამოცემული აქ მეცა ვარ დაბეჭდილი იმიტომ რომ ეს პერიოდი რომ იყო მე ამ ჩვენ ექიმებს როგორც მახსოვს ლექსი მიუძღვენი კი მანდარის და დიახ
მეც კი იმღერეთ თქვენ მარტო მე კი არ მიმღერეთ პანდემიის დროს ძალიან ბევრი 900 ზარი განახორციელეს საქართველოში დეპრესიისგან ძალიან ბევრი იხსენით იმდენი კურიოზები მაქვს მე რომ ხალხის ლოგი მიგდებდა ყურმეს და ძალიან დიდი მადლობელი ვარ რომ ამ წიგნში შემიყვანეთ და ეს წიგნი ავტოგრაფით უნდა აუცილებლად ერთი კურიოზი მინდა გითხრათ რომ ეს ქალბატონი არის სომხურ-რუსული ენოვანი და მომცა ვისაც უმღერეთ ხო და ქალთა საბჭომ მომცა ტელეფონის ნომერი და რომ ურეკავდა ვესაუბრები ახლა რუსულად და ვეუბნები უნდა გიმღეროთ მე თქვენ და ის ქალი მეუბნება რომ რუსულად ვიტყვი перестаньте надо мной издеваться და დამიკეთა ორმერე გავაგებინე ქალბატონ ქეთემან გაბურაშვილს და იმან დაურეკა და უთხრა რატო გააკეთე ესო ასეთი პროექტი გვაქვს ვაიმე უმეო არ ვიცოდიო იქნებ დამირეკოს კიდევ და რომ დაურეკე ცოტა შვალედი გავიდა 1-2 საათი და რომ დაურეკე იმდენი ბოდიშები მიხადა მართალი გითხრათ ცოტა გულისკი შემიხონდა და მე დანაშაულად ვერ წარმომედგინაო რომ ამ პანდემიის დროს ვიღაცა დამირეკავდა და უნდა გიმღერო თეთრი ვარდებიო ჩემთვის იყო ეს წარმოუდგენელი და ამ წიგნში სხვათა შორის შესული ბრძანდები თქვენ და ვინც მე ყველას ვეუბნებოდი დაწერეთ თქვენ რას აკეთებთ რომ მე კი ვაკეთებ მაგრამ თქვენ რას აკეთებთ ხო და შეტანილი მყავს და ისეთი კარგი ლექსია ექიმებისადმი მიძღვნილი მე აუცილებლად მომავალ წიგნს რო ვაკეთებ იქ აუცილებლად მაგას შევიტან ეხლა ყველაზე მთავარი მაინტერესებს ქალბატონო გიული საყოველთაო ჯურისწერა ნუ დიახ საყოველთაო ჯურისწერა ჯერ დავიწყოთ იქიდან რომ ბატონი ზვიად სიხნიაშვილის თხოვნით შემოთავაზებით უпростоრად გავხდი საპატრიარქოს ჩოხოსანი ხო ერთ რამეს დავამატებ მე რომ ჩემთან იყო ბატონი ზვიადი სტუმრად სხვა ტელევიზიაში ახალ საქართველოში 2015 წელია თუ 16 და მიამბო რომ მან თავისი მეგობრები სოფელში ჩავიდა და კითხა რომ ჯვარდაწერილები ხართ არა მოკიდა ამ 7 წლის ხელი და შეიყვანა ტაძარში რა თქმა უნდა გვირგვინი არ ქონდათ მაგრამ დაფნის ისინი მოეწეს თავზე და შეიყვანა და ჯვარი დასწერა შემდეგ მივიდა პატრიარქთან და ეუბნება რომ მე მგონი დავაშავეო და იქნებ ნუ გამერისხდებით პატრიარქმა უთხრა დავიწყოთ საყოველთაო ჯურისწერაო მე თქვენ მოგიწვიეთ მე ტელევიზიაში და ბატონმა ზვიადიმ გითხრათ რომ ქალბატონი ნაზიო ჯვარდაუწერელი არისო რომ გავედით ჩვენ დავამთავრეთ გადაცემა მითხრა ქალბატონი ნაზი ჯვარდაწერელი ხარ არა მეთქი მეუთხარი არაფერი არ მითხრა და საღამოს თქვენი ზარი არის და თავაზობთ ასეთ რამეს ხო თავდაპირველად ჩოხოსანი გავხდი შემდეგ უკვე ძალიან დიდი შრომა გასწია ბატონმა ზვიადმა მაზარი მოდი ვთქვათ. იქამდეც ხო იყო ჩოხოსანთა საზოგადოება, მაგრამ რა ვიცი, მე არც სურვილი გამჩენია იქ შესulis და არც საქმეები არ ვიცოდი რას მოღვაწეობდნენ, შეიძლება დიდ საქმეებსაც აკეთებენ, მაგრამ მე არ ვიცი. ნუ ტერიტორიულად აქაც აბზანდებოდით და ძალიან ბევრი და ჩამოაყალიბა სადროშოები და ეს მოედო მთელ საქართველოს, მარტო თბილისში კი არა, მთელ საქართველოს მოედო. და მე მითხრა რომ აი უწმინდესის ლოცვა კურთხევით უნდა შეიქმნას ჯურისწერის პროექტი და ამ პროექტის ხელმძღვანელი უნდა იყოს შენ, ასე უნდა ჯურისწერა. ასე სურს უწმინდეს. ორი აზრი არ არსებობს რომ უარის თქვა ესეთ რაღაცაზე. დავიწყეთ და რა ვიცი, პირველები იყავით თქვენ. 7 და პირველობა მაგრამ არ გამოვიდა. ამაზე იყო ის პირველი მაინც პირველია.
ძალიან ლამაზი იყო. კაბატონო გიული რომ ხანჯლების ქვეშ. კი. რომ გამოგვატარეს. და თქვენ შეხვდათ ის ხატი უწმინდესის დალოცვილი და ხელმოწერილი. კი, მაქვს სახში ესეთი მართალი რო გითხრათ, იცით, ძალიან გასაკვირი რა მოხდა, რომ პატარა გოგონა ვარ 1960 წელია ვიოლინოთი მოვდივარ და დედა მითხრა რომ არაჩვეულებრივი ლამაზი ახალგაზრდა მოძღვარი არისო და თქვა დედამ და ესე პატარა ვარ რაღაც 7 წლის თუ 8 წლისა ვარ და შემდგომ მივდივარ მუსიკალურ სკოლაში და გამოდის ტაძრიდან მართლაც მომეჩვენა ძალიან მაღალიც იყო და ულამაზესი დიახ და მოდის და დავდექი შუა გზაზე აციკეთ მივდივარ არსაკო და არ ვასწრებ საშუალებას რომ გაიაროს ამ მოძღვარმა გაჩერდა და დამადო ხელი და მითხრა რომ დალოცვილი ხარო იმის შემდეგ არ მინახია ეს მოძღვარი და 77 წელს, როდესაც მისი აღსაწყების დღე დადგა, მაშინ ვიცან, იმიტომ რომ ტელევიზიაში არ შუქდებოდა, როგორი პერიოდი იყო, ხო? კვერცხებს ღებავდა ჩემი დედა ჩუმად, იმიტომ რომ პატიული ქალი იყო და აი მაშინ ვიცანი, რომ ის რომელმაც მე დამლოცა, იყო პატრიარქი ჩვენი და რატომღაც ვიკავებდი თავს და ალბათ იმიტომ რომ ეს მელოდა ეს ბედნიერი დღე მე მადლობა მინდა გადაგიხადო თქვენ და ღმერთს ვეუბნები მადლობას იმისათვის რომ ჩემს გადაცემაში გააჟღერა ბატონმა ზვიადიმ ეს რომ აი ეს რომ მან თავის მეგობრებს ჯვარი დასწერა ასე და შემდეგ ეს ამბავი მოუყვა პატრიარქს და პატრიარქმა დაიწყო საყოველთაო თვისწერა მირეკავ თქვენ და მეუბნებით რომ პირველი უნდა იყოთო მე ცოტა წინააღმდეგი დავედი იმიტომ პირველობა ცოტა რთული რამაა იმიტომ ბევრი ვალდებულება გაქვს და მაგრამ თქვენ თხოვნას ვერ გადავუდი და თქვენ ეს დაჟინებით მოითხოვეთ და ვარ დღეს ბედნიერი ქალბატონი. ვერცმა ბედნიერი გამყოფოდი და ყველა ბედნიერი ამყოფოს. თვისწერის პატრიარქის საყოველთაო თვისწერის პირველი ჯვარდაწერილი და აგრეთვე პატრიარქს აქვს თანადგომა პატიმრებს. და სწორედ ამ პროექტშიც ვარ მოადგილე ბატონი დავითის. ასე რომ პატრიარქის ორივე პროექტში ვარ მონაწილე და რამოდენიმეჯერ შევედით ჩვენ საპატიმროებში სამდე პანდემია დაიწყებოდა და მინდა გითხრათ რომ იქ რასაც ასწავლიან ამ პატიმრებს ხატის მოხატვა ბისერებით ხატმწერა ხატმჭედვა ქალბატონების სწავლებენ სტილისტობას მე იქ ჩვენი ქალბატონები ვნახეთ ზოგი 15 წლიანი ზოგი უფრო პატარა მაგრამ რა მინდა ვთქვა რომ სწორედ პატრიარქი ისევ ისეთი ბრძენი პიროვნება რომ არც პატიმრები ქალბატონები დაივიწყა და ეს პროექტი შექმნა და მადლობელი ვარ მე ბრძენი ღმერთო დიდხანს გვიცოცხლე დიახ და ეხლა მაინტერესებს რა იგეგმება თქვენ სალონში მოკლედ და წიგნი რომელიც თქვენ გამოეცით ალბათ მალე დაიგეგმება ღონისძიება და ცოტა ჩვენ დაგვრჩა 7 წუთი და რეზუმე გავაკეთოთ რომ დავასრულოთ გადაცემა პირველი სალონში მინდა გავაკეთო აღნიშნე მე მგონი თემკოვ საჯანიშვილის ხსოვნის საღამო დიახ კი ბრძანებ თქვენ ამით დავიწყებ და შემდეგ მეუღლე და ოჯახი არა ძმა და რძალი ყავს მარტო ობლად გაიზარდა ობოლი იყო და
მისი საღამო მინდა და შემდეგ უკვე ჩვეულებრივ სტილში გავაგრძელებ სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრასაც აღვადგენ იმ პროექტს ისე მაგრამ სკოლის ეხლა რო სკოლა შერებულია დაგიბიწყება სექტემბრიდან იქამდე ჩვეულებრივ შეხვედრები მექნება პოეტებთან ცნობადსახეებთან და მერე უკვე ჩვეულებრივ ხო ესე იგი ნოემბრამდე გაქვთ ასეთი გეგმა ვფიქრობ ნოემბერში წასვლას მაგრამ შევხედავ რა ვიცი როგორი მოითხოვს იქ შვილიშვილი ხო კარგი დატოვებული და ერთი აქ ჩამოვიყვანეს სწავლობს და პატარა გიული კი და ნახოთ იქნებ ისიც როგორმე წამოვიყვანო ძალიან მინდა დაბრუნება და მე წავედი პირველი და წავიყვანე და იქ დაიბადნენ ეს ბავშვები მაგრამ ისე მე მინდა რომ ჩამოვიდე და გამომკვდნენ არაჩვეულებრივად საუბრობ იმიტომ რომ აი რომ მოხონდათ სკოლიდან ინგლისური ენოვანი დავალება მე ინგლისური არ მესმის მეთქი და ვერ ჩავიბარებ ქართულად მითარგმნეთ რა აზია საუბარი რომ და ორ საქმეს ვაკეთებდი იმასაც სწავლობდნენ და ქართულადაც მითარგმნიდნენ და ისეთი ლამაზი კალიგრაფია აქვს ბავშვებს რომ მე ვერ ავწერ ისე ლამაზად თქვენი დამსახურება და უნივერსიტეტში რომ აქ რომ შევიდა და გიული ხო ინგლისურ ენოვანზე სწავლობს და იქ წაიკითხეს უცხოელები არიან სულ და ბექაური და რა საიდან ბექაური უცხოელი და ირლანდიიდან და აქ საიდან მოხვდი როგორ მოხვდიო და უთხრა რომ ის გიული დებია ჩემიო და გიული ჩქარეული მისი შვილიშვილი ვარ თურმე ცნობდა ეს ქართულის ლექტორი და ესე გაუკვირდა დიახ ასე კარგად რომ იცოდა გოგონა ქართული თავიდან ბავშვები ლამის ტიროდნენ რომ ვატანდი ძალას და ვამეცადინებდი რომ წინააღმდეგობას მიწევდნენ ძნელი იყო ხო სხვა გამოთქმებია ეს მადლობას მეუბნებიან რომ ყველას უყვირს რომ დროებით აქ დაბადებული ბავშვები მიდიანო იქო დროებითო და ავიწყდებათ ქართული აღარ ლაპარაკობენო და ეს ბავშვები იქ დაიბადნენ გაიზარდნენო და სულ სამჯერ ყავდა გიული აქ შემოყვანა საქართველოში ხო დროებით რამოდენიმე ხნით მოდით ასე თქვა 2 თვით არა მონათლე იმიტომ ჩამოვიყვანე და ერთ კვირაში წავედი უკან ლაშაც აქ მომნათლე ჩამოვიყვანე და აქ მომნათლე რომ მინდოდა რომ ხო აქ მონათლულიყო და მაგრამ რა ვიცი ცდილობდი რომ ქართველებად გამეზარდა და არიან კიდევაც მე 2 წლის უკან რო ვიყავი თქვენთან შეხვედრა იყო მოუწყვეთ ქალბატონებს შეხვედრა როგორ გვემსახურებოდა და როგორ საუბრობდა ქართულად კი ქალბატონო გიული ვარ უზომოდ ბედნიერი რომ თქვენი მეგობარი ვარ და აი ხმამაღალ ლაპარაკობ რომ ვედავ ამას რომ ვარ თქვენი მეგობარი და გითხრათ და ვამაყობ იმისათვის რომ თქვენი 2 შვილიშვილი იქ ირლანდიაში ქართულად გაზარდეთ და ისინი დააბრუნდებიან აქ და სურვილი აქვთ ხო აქ დარჩენის ხო და ძალიანაც კარგი და თავის ქვეყანას გამოადგებათ ეს 2 ახალგაზრდა შესანიშნავი წიგნობარი ორივე არ შეიძლება რომ თქვენი შვილიშვილები რომ არ ყოფილიყვნენ წიგნობრები და უდიდეს მადლობას გიხდით რომ ოქროს წუთები გაიმეტეთ და მოგზანდით ჩემთან გადაცემაში და მინდა პირველ რიგში ჯანმრთელობა გისურვოთ და ის გეგმები რომელიც თქვენ გაგვდა სურვილები ყველა აღსრულებოდეს და დაგლოცავდით ასე რომ ბედნიერებას ყვარებოდეთ მუდამ საქართველო რომ იქნება ბედნიერი მეც ბედნიერი ვიქნები იქნება მოვაერთოთ იმედია კეთილად ზანდებოდეთ და ჩემს მაყურებელს დავემშვიდობები ვეტყვი მადლობა მოსმენისათვის ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე